ეთერშია ღამის ამბები პროექტი, რომელსაც ყოველ სამშაბათ დღეს 23 საათსა და 30 წუთზე წარმოგიდგენთ მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი. ჩვენ დღესაც თქვენთან ერთად ვიქნებით 1 საათის განმავლობაში. და იმედი გვაქვს რომ საინტერესო ამბებს შემოგთავაზოთ, ვინაიდან ბოლო 2 დღე იყო ძალიან აქტიური. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ინგა გრიგოლიას ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან. დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია ამდენი განცხადება სხვადასხვა მიმართულებით გაშლილი. ასევე გადაცემის მეორე ნაწილში გვეყოლება საინტერესო სტუმარი, პოლიტიკის მიღმა გავალ, თუმცა ეს თემა წმინდა პოლიტიკურია არა, რატი ანაგლიის ცითის სამასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი უპასუხებს ჩვენ კითხვებს, თუმცა მანამდე მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ პოლიტიკურად აქტიური დღე დაგვემთხვა, პერიოდით ბოლო 2 დღე ასევე აქტიური იყო. ჩვენ ყველა მიმდინარე თემას შევეხებით, მაგრამ მოდით ერთი ფოტოთი დავიწყოთ. პირდაპირ ამ ფოტოზე გადავალთ ახლა ჩვენ და მოდი ავწეროთ რა ხდება ამ ფოტოზე, რა ემოცია მოდის პირველ რიგში, რა ახარებს სამეულს, რა აცინებს სამეულს, რომელიც ცოტა ხნის წინ საკმაოდ ნაწყენი გაბრაზებული პრეტენზიებით, იმედგაცრუებული გავიდა უმრავლესობიდან. როგორც ჩანს, რაღაცაა მომხდარი ესე. წამოსვლა ათავისუფლებს ადამიანს. ეს ხალხი ასეთ გაღიმებული არ მინახავს. დიხანია და ეს ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, წმინდა ფსიქოლოგიურად სილაღე და თავისუფლება, ხო? მეორე თუ ხელისუფლების ასე ვთქვათ, იმ შტოს შევეხებით, რასაც ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტი ჰქვია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემური უნარობა სისტემის უნარობა აცინებთ, ხო? სისტემის უნარობა და მოდი ვთქვათ, რომ არ დაემართა დღეს კარგი ამბავი საპარლამენტო უმრავლესობას, მათ უნდათ, როგორც აღმოჩნდა ყველას არა, მაგრამ მაინც უმრავლესობას უნდოდა, რომ ქართული ოცნების უმრავლესობიდან გასული ზვიად კვაჭანტირაძე დღეს გაეშვა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, ის დიასპორის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თუმცა ეს ვერ შეძლო. საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა, გადაწყვეტილება სჭირდებოდა 76 ხმა, კენჭისყრამკი კვაჭანტირაძის გაშვების მომხრე მხოლოდ 67 დეპუტატი აღრიცხა. 8 მისი გადაყენების წინააღმდეგი აღმოჩნდა და საქმე იმაშია, რომ მათ შორის იყო რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობიდან, ლევან კობერიძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, კენჭისყრის შემდეგ განიმარტა ასეთი რამ, რომ აი ღილაკები აერიათო დეპუტატებსო და ეს თემა არის მთელი საღამოა, სერიოზული იუმორის თემა ყველგან, სერიოზულ სივრცეებშიც, არასერიოზულშიც და ეხლა ჩვენ ნახოთ ელენე ხოშტარიანს სხვათა შორის დეპუტატმა დაპოსტა ფოტო, საინტერესო ფოტო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რანაირია ეს პულტი, როგორ შეიძლება აგერიოს მწვანე და წითელი ერთმანეთში. აი ასეთია პულტი, თუ მომხრე ხარ და აწვევი ერთს, თუ ხარ წინააღმდეგი მეორეს. და როგორ შეიძლება ეს ფერები ერთმანეთში აგერიოს, უბრალოდ მართლაც და საოცარი ამბავია, ხო? რასთან გვაქვს საქმე? პოლიტიკურ რაღაც ფერთა არევასთან. როგორც ჩანს, არ არის ბუნებრივია ოცნება მონოლითური, ეს ბოლო ამბებიც ამას ადასტურებს და მონახეს გამოსავალი, რომ ფერთა გამასთან დაკავშირებული და რა ვიცი, ძალიან ძიმე ვითარებაა სინამდვილეში. არათუ ქვეყნის მართვის განვითარების თვალსაზრისით არამედ საკუთარი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისითაც სისტემურ უნარობას ვხედავთ, როდესაც ვამბობ სისტემურ უნარობას, ეს არ არის რაღაც პროგრესზე მიმართული, რომ აქ რაღაცები უჭირთ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, რაც უკავშირდება ჩვენს განვითარებას, ქვეყნის მომავალს და ასე შემდეგ. არამედ რაღაცა კონკრეტული პარტიული ინტერესი, რომ ჩემი კაცი მოვიყვანო და უკვე არაჩემი პოლიტიკური ფიგურა გაუშვა. აი ამის უზრუნველყოფაც ვერ ხდება. ერთმანეთს იუმორით სავსე კაცმა რო თქვა, რომ დროშა ვერ დაკიდენო, იგივე თემა უკვე სერიოზულ მასშტაბებში, თუმცა დროშის ვერ დაკიდებაც ძალიან სერიოზული მასშტაბები. მოდი ნახოთ დღეს რა ხდებოდა პარლამენტში. საინტერესოა რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად პროცესს, თვითონ ზვიად კვაჭანტირაძე თავიდან არ გადადგა, მან თქვა რომ დაელოდებოდა პროცესს და სხვა შორის თქვა რა იცით, რომ ირაკლი კობახიძის ყოველდღე უსირცხვილო გამოსვლა მაიძულაო, მეო თქვა რომ წინასწარ
არ გამეკეთებინა გადადგომის შესახებ განცხადება, იმიტომ რომ მან იცის რომ თუ შეიკრებება და მოინდომებს უმრავლესობა გადააყენოს ბუნებრივად და გადადგა კიდეც მეორე ტკენში აღარ აყრევინა უმრავლესობას და აღარ გააწვალა კი, მაგრამ ნუ მაინც ძალიან ისეთი მოგებულ პოზიციაში დარჩა 1-0-ით უმეტით არა მოიგო ამ პროცესში პოლიტიკურად. მოდით ნახოთ ეს მთელი პროცესი. ხორციელებდა თუ არა ბატონი ზვიადი თავისუფლებამოსილებას ჯეროვნად, ამაზეც იყო საუბარი გუშინ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს გადაწყვეტილებასთან, თუმცა ამაზეც ჰქონდა უმრავლესობის ხდომაზე საუბარი და იქ ითქვა, რომ ეს კომიტეტი არ გამოირჩეოდა ნამდვილად წარმატებებით. ეს იყო რეალობა, რომელზეც ჩვენ ჰქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ხდომაზე, თუმცა ამას არავითარი წარმატებული იყო ბატონო ზვიად თქვენი კომიტეტი. წარმატებული იყო? ჩახედეთ თქვენს ანგარიშს და ნუ უბრალოდ არ შეიძლება ამას საუბარი. ეს არის საშელი, იმიტომ რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა რამდენიმე პრეცედენტი პერსონალური შურიზიების აქტების პირადად თქვენს მიერ. მან თავადაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ქართული ოსტებიდან წავიდა მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან მას. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ზაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ მეზობლის ზაღლები თუ როგორ ღიმილიანი, ასე ვთქვათ და თბილი შეხვედრით ესალმებოდნენ მის ზაღლს და მას შემდეგ რაც იგი გადადგება კომიტეტის თანამდებობიდან და ამ პოსტსაც დათმობს მეზობლის კატებიც კი ასე ვთქვათ აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან, ასე რომ ქართულ ოცნებაში ყოფნა არის სირცხვილი, ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც მის ადგილს დაიკავებს, მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ზაღლების და არც კატები და ღმერთმა სიკეთეში, ასე ვთქვათ, შეარგოს ეს კომიტეტი. ბატონი რატო გერიდებათ პირდაპირ თქვათ რომ თქვენი პოლიტიკური სტანდარტია თუ უმრავლესობის წევრი არ არის, არ უნდა იყოს კომიტეტის თავმჯდომარე. გითხარით პირდაპირ ეს რა საჭიროა მიკიბმოკიბოა, ეს არ მესმის მართლა. ვიმე დრო დამრჩა და დიდი ვნებათა ხელვა იყო. დიახ, პოლიტიკურად ბრმა უნდა იყოს კაცი, რომ ვერ დაინახოს თქვენი პოლიტიკურად სამარცხვინო ვითარება. რამე არაკორექტულია აქა? რამე ვინმეს შეურაცხყოფა არის ამაში პერსონალური? 67 მომხრე 8 წინააღმდეგი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გადავწყვიტე თვითონ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და გავაკეთე ამის თაობაზე ახსნა განმარტება. მიმდინარე სესიაზე ასევე იყო სხვა საკითხი, რომელიც ტექნიკურად, შეიძლება ითქვას, ჩავარდა, ეს იყო ტექნიკური პრობლემა. მოკლედ რეალურად აქ წითელზე იყო მისაჭერი თითი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. ცხადია, ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად იქნება რეალიზებული. რა ტიპის პრობლემა გვაქვს ახლა ჩვენ პარლამენტში? რა ტიპის ტრაგიკომედია ვითარდება? განსაზღვრეთ გეტყვით, იმიტომ რომ ეხლა რთული აქვს სერიოზული ანალიტიკა. ხო, რამდენიმე წლის წინ ვთქვათ, მელომანები გამისწორებენ, ერთი საინტერესო პროექტი ჩამოვიდა იაპონური, იცით, მათ დამოკიდებულება ტექნოლოგიებისადმი. და ესეთი ოპერა იყო, რომელსაც ასრულებდა ვოკალოიდი, ან როგორც არსებობს ხელოვნური ინტელექტი, ეს მომღერალიც, ასე ვთქვათ, სად მიდიხარ ახლა ცდილობ გამოიწვიო. ვოკალოიდი იყო, მუსიკალური ინტელექტი იყო, რომელსაც ბევრი ინფორმაცია ჰქონდა თავის ხმით, თავის ყველაფრით და ის ასრულებდა. ძალიან საინტერესო ამბავი იყო, რომ ასე ვთქვათ, შემსრულებელი ვოკალისტი კი არ იყო, რომელიც იყო ხელოვნური ინტელექტი, ანუ ვოკალოიდი. აი მე მაქვს ეს განცდა, რომ აი ასეთ როდესაც ყველანაირი, ასე ვთქვათ, პერსონალური შეურაცხყოფის გარეშე იმდენად აცდენილია მართველი პოლიტიკური გუნდი რეალობას, სიცოცხლეს, ცოცხალ პროცესს, პოლიტიკურ ცოცხალ პროცესს, რომ ეს ვოკალოიდები არიან, რომელთაც არ აქვთ რაღაცა განახლებული ინფორმაციები რეალობასთან მიმართებაში, რეალობის განახლებული ინფორმაციები და განსაკუთრებით აი გულწრფელად ყველანაირი ასე ვთქვათ სიმპათია ანტიპათიის გარშემო მხოლოდ განცდა, შიშველი განცდა, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში მიჩნდება ამგვარი
აი რატომ? ამგვარი განცდა. ახალგაზრდა ადამიანია, მე მას სხვა შორის პერსონალურად ვიცნობ, მქონია მასთან ურთიერთობა და სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, როცა მას პერსონალურად ხვდები დღემდე, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ეთერში ის არ აღიქვა აბსოლუტურად სხვანაირად და პროცესშიც ეს არა მარტო ეთერში, პროცესში რაღაცა მართლაც და აბსოლუტურად განსხვავებული ტიპია, პოლიტიკოსია, რომელიც ძალიან რთულია რომ შეაფასო სამწუხაროდ პოზიტიურად განსაკუთრებით ბოლო პროცესებში მით უმეტეს რომ ესე ეფანტება უმრავლესობას ხალხი მისი კონკრეტული დამოკიდებულებების გამო ის ფაქტია რომ ვიზირებულია ხომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ ეტაპისთვის მაგრამ სულ მინდა აი რამენერად გამოვიცნო და თუ ფიქრობს რომ შესაძლოა ხვალის ის სიტყვა თუ ფიქრობს არაფერი პერსონალური ეს არ არის შეუძლია ფიქრი აი ეს შეგვიძლია ზუსტად იგივე რაღაცა ინდივიდუალური რაღაცა პრობლემა არამედ ეს არის უნდა რაღაცნაირად დავინახოთ ისინიც დაინახავენ და ჩვენ თუ ამაში დავეხმარებით ეს ძალიან კარგი იქნება ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა ეს არის საზოგადოებრივი აღქმა მე დარწმუნებული ვარ რომ უამრავი ადამიანი მეთანხმება ამაში და არანაირი პიროვნული აქ არაფერი არ არის გარდა იმისა თუ როგორ ფასდება პარლამენტარების უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ და განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრობლემატიკა როგორც ცდილობენ ისინი ამ პრობლემის გადაწყვეტას რა ვორდინგით რა ლექსიკოგრაფიით რა ასე ვთქვათ სულისკვეთებით სწორედ ეს იწვევს ღიმილს სრულ აცდენას და იმ შედარებას რომელიც ჩვენ ახლა მოვიყვანეთ ახლა ჩვენ არა ვართ მათი ფსიქოანალიტიკოსები რატომ მოხდა ესე როგორ მოხდა ესე როდის მოხდა ესე და რა არის აქედან გამოსავალი აქედან არის სწორედ რომ დაფიქრება, ასე ვთქვათ, სიცოცხლესთან, ეგზისტენციასთან, პროცესთან მიმართებაში, რამდენად ადეკვატურები ვართ. ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს ხომ ამას, ჩვენ სამსახურთან მიმართებაში, პრობლემებთან მიმართებაში, რეალობასთან, ხელოვნებასთან, პროფესიასთან, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რამდენად ადეკვატურები ვართ. ეს განსაკუთრებით ეს უნდა იგრძნოს პოლიტიკას. პრაგმატულადაც, ხო, პრაგმატულადაც მაჭირდებათ ამას დაფიქრება, იმიტომ რომ თუ გამოგიყენებენ, მე აუცილებლად ამოგცვლიან, ხო, მასეთი წესია, როცა შენ არ ხარ გადაწყვეტილების მიღები. ეს პრაგმატულად მithumetes ახალგაზრდებს ჭირდებათ. ეს ძალიან სევდიანია ამის ყურება გულწრფელად. არ შემომაქვს სენტიმენტები, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანი აი ამ რაღაცა უცნაურ არაგამართულ დაერორებულ ალგორითმზე ჭდება. და კარგავს რაღაცა ტიპის ინდივიდუალობას ამას მხოლოდ ასე ვთქვათ თანაგრძნობით და სევდით ვამბობ და არა რაღაცა მხოლოდ ცარიელი მშრალი ცივი ირონიით. თუმცა ისე ვიმორს რომ დავუბრუნდეთ ცოტა ხნის წინ ხედავდი წერდა ერთი ჩემი მეგობარი Facebook-ში რომ კვაჭანტირაძეს უთქვამს რომ თავარია წითელი და მწვანე არაერიოთო შუქნიშანზე გადასვლის დროსო და მაინც კიდევ კარგი იუმორი სულ ხშელის ძალიან მნიშვნელოვანია იცი ნინო რომ პოლიტიკოს კონდეს არა მარტო საკუთარი განცდები საკუთარი შეგრძნებების აღქმის უნარი მათში გარკვევის უნარი მე სხვათა განცდების სრულად დაპირისპირებული ადამიანების აზრების და განცდების უნარი რომ გაიგოს რაშია საქმე მithumetes თუ ლიდერი ხარ მithumetes გინდა რომ თან შენი პოლიტიკური პარტია წაწიოს შენ სხვის მაგივრად უნდა მოწინააღმდეგის მაგივრად უნდა ფიქრობდე ხო აღარ არის სხვა რაღაცეებზე ლაპარაკი და აი ამას უყურეთ ახლა ჩვენ რეალურად აი ამ არაადეკვატურ ამ აცდენას რეალობასთან აი დღევანდელი დღე მაინც მხიარული იყო, ასე არ იყო ყოველ შემთხვევაში საზოგადოებამ, რასაც ზომავთ ხოლმე ჩვენ მაინც სოციალური ქსელებით, რაღაც სხვა საზომი ჩვენ ამ წუთში არ გვაქვს, ჩვენი სოციუმი, რომელიც სოციალური ქსელით აისახება, ფორუმები და ასე შემდეგ, აი გუშინ კი მთელი დღის კონფლიქტების, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებების, სპონსი წარიმართა განხილვები, იხილებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესს არეგულირებს, ოპოზიცია არასამთავრობო სექტორით მოუკიდებელი იურისტთა გარკვეული წრე მიიჩნევს, რომ ამ პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მმართველ ჯგუფს კვლავ ექნება საშუალება პარლამენტს დასამტკიცებლად მისდამი ლოიალურად განწყობილი მოსამართლეების კანდიდატურები წარუდგინოს. უმრავლესობის შვიდეულია ამ პროექტის ინიციატორი ისევ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანდრიო ხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. აი მოდით ნახოთ რა ხდებოდა გუშინ პარლამენტში, სხვა შორის ეს დღესაც გაგრძელდა ეს განხილვა უკვე პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ვერ მოესწრო 9-მდე და ახალდილით ბიუროზე ჩაინიშნება ზუსტად როდის მოხდება ამ კანონპროექტის კენჭისყრა პირველი მოსმენით. ნახოთ მაინც რა ხდებოდა, რა ტიპის კომუნიკაცია იყო გუშინ ამ თემაზე დეპუტატთა შორის.
გამოვეხმაუროთ ჩვენც ყველანი. არ უნდა გამოვეხმაუროთ. მაშინ გავიაროთ პროცედურა, ხო? დაჩი ბერაია წარმოადგენს პარლამენტის წევრს, რომელსაც აქვს კონკრეტული კითხვა და კითხვა უნდა დასვას. ბატონმა დაელოდოს პოზიციამდე. ახაკუკავას უნდა გამოეხმაუროს. ერთი წუთით თუ შეიძლება თქვენ მე კორექტულობა ბიჭო ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკას გადადგომა შეუწყე ხელი. კი. თუ იქედა საიდანაც დაგსვეს, შევიდო. რას ეთამაშებით თქვენ იქ მოიკითხეთ რა? და სუბიექტური ინტერესები. თქვენ რას ეთამაშებით რომელ თემას? სუბიექტური ინტერესები. აბა მიდი გაბედე და თქვი. რომელი სუბიექტ ხო? მიდი აბა გაბედე და თქვი, გაბედე და თქვი. სუბიექტური ინტერესები. რომელი სუბიექტური? აბა თქვი, სუბიექტური ოჯახური ბიზნესი შენ გაგ მამუკა სასამართლოში დაალაგებული მიშას დროინდა აი ხა ყველაფერს თუ იკადრებთ იმით რომ რაღაცა დააბრალოთ და ვიღაცა მოაწყოთ შეგიძლიათ ეს. პირველი არ არის თქვენი ხედვა. კაი დავამთავროთ ახლა ლაპარაკი. დავშვებოდი? იმ პერიოდიდან დაალაგებული ქონდა იქ ურთიერთობა. რა მქონდა დაალაგებული? პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რო შევდიოდი ხდებოდი ხოლმე და მე მქონდა დაალაგებული. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი, ვინც სანდო ადვოკატებად მიიღო. მე მესმის ანდრი ისეთი ემოციური შოკი გაქვს ხა მაგროლი და რო ლაპარაკობ, რომ სულ და კარგი კონტროლი, კორექტულობის, ეთიკურობის, სამართლებრივი კი, შოკი გაქვს ემოციური და სულ და კარგი სახე და მინდა გითხრა, რომ იმაზე პატარა ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ. შეურაცხყოფები მოდის მაშინ, როდესაც არგუმენტები იკლებს. ქალბატონო ეკა. შეურაცხყოფა მაშინ მოდის, როცა არგუმენტები იკლებს. ძალიან გთხოვთ, კორექტული იყავით და გისმენთ დიდი სიამოვნებით თქვენი კითხვები მაინტერესებს ამ განაცხადებით ნერვები ორივე. დასრულედათო. ყველა გამეცადინებდი მაქსიმუმის წაყვანაში, ესე უნდა მოიქცე? მაინც იუმორამდე მივდივართ. მოკლედ არ მოვიწყენთ როგორც ჩანს ეს ახლა ბრძოლებში ჩასმული იქნება ჩემი მხრიდან ნათქვამი ეს ფრაზა უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ელვის ისრაფით ვითარდება ეს პროცესი უმრავლესობის წიაღში, ხო? ჩვენ ხედავთ უკვე გუშინ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები როგორ შეიძლება ითქვას სისხლს უშრობენ დარჩენილებს. უკვე ძალიან მძიმე პროცესია, რაც არ უნდა კანონები მათ მიიღონ, რაც არ უნდა თავისი პოლიტიკის გატარება, სცადონ პროცესი უკვე წასულია მარცხნივ მგონი და რაღაცა კარგად გააზრების აი თვალი რო გაიყვება რაღაცა იმის ქსოვილის ხო და წავა აი ამგვარ სურათთან გვაქვს საქმე მაინც ძალიან ძნელია მიუხედავად რომ იუმორისტულია ყველაფერი ეს ამის საპირწონე არის ძალიან დიდი სევდა ამ მომენტს და ძალიან ძიმეა როდესაც უყურებ მე რამდენად არ ვიცი უკვე ჩამოთვლა გამიჭირდება ხელისუფლებებს რომლებიც კეტავენ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სივრცეს აუქმებენ, ასე ვთქვათ, ახშობენ პოლიტიკურ ჟანგბადს, ეს ყოველთვის იცის ჩვენი ისტორია, არც თუ ისე გრძელი, ყოველთვის გულისხმობს ამ ხელისუფლების გაქრობას. და აჩქარებს და ასტრაფებს. თვითონ რატომ არ უფიქრდებიან ამ საკითხს, ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან საკითხავი. ეს არის და მე ვფიქრობ რომ საზოგადოების კიდე უფრო მიუხედავად იმისა რომ მობილიზებულია მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი განცხადება გაკეთა ამის თაობაზე მე ვფიქრობ რომ მაინც საბოლოო სიტყვა არ უთქვავს სწორედ მოსამართლეების საკითხში და დარწმუნებული ვარ რომ იტყვის და მე არ გამოურიცხავ დიდ საზოგადოებრივ პროტესტს ამ თვალსაზრისით
შენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი წინ არის მოსამართლეთა? შენ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ელოდება, თუ მაინც საზოგადოება უკვე მოდუნებულია, იმედგაცრუებულია და ალბათ არჩევნებში გამოხატავს უფრო იმედგაცრუებული არის, რასაკვირველია, ბუნებრივია, მაგრამ გარკვეული პასუხი მე ვფიქრობ იქნება. იმიტომ რომ ეს ისეთი თემაა, ვთქვათ, უკვდავებას გვთავაზობენ იმ ადამიანების და იმ ინდივიდუალობების და იმ სისტემის, რომელიც სრულიად გაუმართავია, სრულიად კორუმპირებულია, კლანურია, რომელიც დგას, რომელიც ფუნდამენტი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფოს. აქ კომპრომისი არაფრით არ შეიძლება და ეს მე მგონი ყველას კარგად. და აი ახლა მოდით ჩვენ ჩავდგეთ პოზიციაში იმ წევრების უმრავლესობის და გადაწყვეტილების მიმღების, ვისაც ამ გადაწყვეტილების გატანა ძალიან უნდოდა და უნდა დღესაც და პირდაპირ მნიშვნელობით რომ ვთქვათ, აწვევა რომ ეს გაიტანოს. აი რა უნდა ქნას მან? აი უკან დახევათ აღიქონდა საზოგადოება და სისუსტეთ რომ ახლა ამაზე უარი ითქვას და სხვა გზით მოხდეს წასვლა და ახლა მას აქვს დარჩენილი რესურსი იმის რომ რაღაც გაასწოროს. ჩვენ მოვიფიქრებდით რამე ისეთ სიტყვას რომ თუ იქნებოდა მათი მხრიდან ასე ვთქვათ უკან დახევა და ქვეყნის განვითარება ამ თვალსაზრისით და სწორი ფუნდამენტის ჩაყრა, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობთ სასამართლოზე, რეალურად ჩვენ თავისუფალი დამოუკიდებელი კვალიფიციური სამართლიანი სასამართლო არ გქონია. ხო, სამწუხაროდ რა ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ სასამართლო ჩვენ გქონდა. ამიტომ ვამბობ, რომ ფუნდამენტი უნდა ჩაეყაროს. და როდესაც შენ აქვავებ იმ სასამართლოს, რომელიც არასდროს სამართლიანი და არასდროს თავისუფალი არ ყოფილა და აკონსერვებ პირადი ინტერესების გამო, პოლიტიკური ინტერესების, ძალაუფლების ინტერესების გამო, ეს ძალიან ძიმე რამეა. თუ აქ უკან დაიხე, ჩვენ მოვიფიქრებთ საზოგადოება და ვიტყვით, რომ ხელისუფლებაზე ეყო გონიერება, რაციონალურობა, ის მიიღდა. აი რაღაცას მოუნახავთ. ეს პოზიტივში წავიდოდა, როგორ ფიქრობთ? რასაკვირველია. აი წინა ხელისუფლებას ახასიათებდა, რომ არასოდეს ართმობდა, იმიტომ რომ შემთხვევით ვინმეს არ გონებოდა სუსტი. რომ ეს სისტემა ყოფილიყო მყარი, რომ ეს ყოფილიყო რაღაცა რკინის და ყოფილიყო თავისი ხერხემალით და ყველა განოთი წარმოდგენილი და შეუბრალებელი და ნულოვანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ ხელისუფლებამ წააგო. ფაქტია. 2 წლის თავზე დიდი ხანი არ დაჭირებია წაგების პროცესს, ხო? პრინციპში 2008-შიც წაგების პირას იყო უკვე, მაგრამ თავი გადაიხსნა. ეს პროცესი არ არის რაღაცა ერთდღიანი და ორდღიანი, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური სცენიდან და პოლიტიკური ასე ვთქვათ წაგების პროცესი რამდენიმე სვლიანი არა გრძელვადიანი არ ხდება ეს ერთ დღეში და ჩვენ ოცნების იგივე პროცესს უყურებთ განსხვავებული ფორმებით და ეს პრინციპში იგივე გზაა. და ამ პროცესში ჩვენ რა თქმა უნდა თვალს ვადევნებთ ჩემი მოვალეობა პირდაპირ ჟურნალისტური და შე როგორც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის ჩართულობითაც ყველა შტოს ხელისუფლების. აი ყველა შტოს სასამართლოზე ვლაპარაკობთ, პარლამენტზე ვისაუბრეთ, მთავრობაზე დღეს არ ვისაუბრია, მაგრამ გასულ გადაცემაში ვისაუბრეთ სხვათა შორის განათლების რეფორმაზე, ხა არ ვიცი, რაღაც იდეები არსებობს, როგორ უნდა წარმოდგეს ეს პროექტი, რომელზეც ჩვენ თქვით, რომ არ არსებობს, ნახავთ და იმასაც განვიხილავთ, თუმცა შევჩერდეთ პრეზიდენტზე, რომელმაც დღეს ჩემ კოლეგას ინგა გრიგოლიას მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ. მე ძალიან ვეცადე, რომ მთავარი ფრაგმენტები ამომეღო ამ ინტერვიუდან პროდიუსერთან ერთად. მართალი გითხრათ გამიჭირდა, იმიტომ რომ ვუსმენდი პროცესში და ძალიან ბევრი რამე იყო საგულისხმო. არა მოსაზრებების წონით, ჩემი აზრით, არამედ თვითონ დამოკიდებულების თვალსაზრისით. მოდით შემოგთავაზებთ იმას, რაც მე ავარჩიე, ახლა ერთად ნახავთ ჩვენ ამ ყველაფერს და რატის თქო რომ შეაფასოს პრეზიდენტის დამოკიდებულებები საზოგადოებასთან და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. საერთოდ ვერ ხვდები ჩაწერილი ინტერვიუ რატო უნდა გავიდეს პრეზიდენტთან, როდესაც შეიძლება პირდაპირ ეთერში იყოს, მაგრამ არ დავწერ. იმიტომ რომ პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში. რატო? იმიტომ რომ ასეთი არის წესი და უნდა შევეჩვიოთ რაღაც წესებს. თუ გვინდა რომ სახელმწიფოს გავდეს. ეს ვინ აგიხსნათ რომ პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში სტუდიაში არ არა, პირდაპირ ეთერში როგორ არ შეიძლება? აბა რამას მეუბნებით სტუდიაში. რატომ არ ჩახვედით მართლა ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე? ჩემი ადმინისტრაციის თანამშრომელი გაუშვი. ესეც პროტოკოლში იჯდა, არ შეიძლებოდა იქ პრეზიდენტის ჩასვლა.
ალბათ აქ მქონდა ესე, აღარ მახსოვს ახლა ვერ ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ აქ მქონდა უკვე შეთანხმებული შეხვედრები და ამიტომ საგანგებოდ გავუშვი ჩემი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ეს აღარ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. არა, როგორ არ დაბომბა ცხინვალი? როგორ არ დაბომბა ცხინვალი? სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. ჩვენი მოსახლეობა. ჩვენი მოსახლეობა დაბომბა. ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ ეს მე ვთვლი ამას როგორც შეცდომად და არა როგორც საქართველოს პასუხისგებლობას. თქვენი რეაქცია როგორი იყო, როდესაც გაეცანით ეუთოს დასვას? არსად არ არის კითხვის ქვეშ დასმული არჩევნები და არის რეკომენდაციები, რომელსაც უნდა გავყვეთ შემდეგი არჩევნებისთვის. მე მქონდა საუბარი, სხვათა შორის არსად ევროკავშირში ვიყავი და შევხვდი მთლიანად ხელმძღვანელობას ნატოშიც და იმ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც არიან დაინტერესებული ძალიან ჩვენი არჩევნებით და არსად არ ყოფილა არანაირი კითხვის დასმა. ეს არის დეტალური შეფასება, ვიცით ეს შეფასებები როგორ მზადდება. ალბათ უნდა ვაღიაროთ და ალბათ უნდა გამოვასწოროთ და ის რეკომენდაციები, რომელიც არის ჩამოწერილი, ეს არის მომავლისთვის მნიშვნელოვანი. ანუ ეს არ იყო საგანგაშო თქვენთვის ეუთოს დასკვნა არ არის ხიდვაზე, როდესაც არის საუბარი პრეზიდენტის შესაძლო, ანუ აქ არის დეტალები, უნდა წაიკითხოს ადამიანმა, წაკითხული მაქვს მე ინგლისურად მთლიანად. არ არის ეს საგანგაშო, არის წარდგენილი საზოგადოებისთვის, ზოგიერთი არასამთავრობოებისგან, რომელიც ძალიან პოლიტიზირებული არიან დღესაც სამწუხაროდ. პრეზიდენტი გახდით, ჯერ ასი დღეც არ არის გასული და ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც გაქვთ ამ პერიოდში მიღებული, კონკურსის გარეშე საკუთარი გერის დანიშვნა და კონტრაქტის გაფორმება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ხო, იმიტომ ეს არ არის საკადრო პოლიტიკა და არ არის მრჩეველი და იმ და ერთი ადამიანი აუცილებელი არის, მე ეს ვისწავლე, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ შენ გჭირდება შენ უახლოეს ადმინისტრაციაში, ეს არის ადმინისტრაციული ადგილი, გჭირდება ერთი ადამიანი, რომელიც არის შენთვის სრულიად სანდო და რომელიც შენთვის მუშაობს და მხოლოდ შენთვის. აუცილებელი არის. რატი საბჭოებები? მე ვიცი რომ დეტალურად არ ქონდა ეს ინტერვიუ და ახლა მოისმინე რამდენი აქაც პრობლემა მთლიანად კომპოზიციური პრობლემა. კომპოზიციაშია პრობლემა, თამაშის წესებშია პრობლემა. ჩვენ არა იმაში რომ მანდ-მაინც ახლა კონსტიტუციურად არ არის ძლიერი პრეზიდენტი. მარტო ამაში არ არის საქმე, როდესაც პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. როდესაც ის უშუალოდ არ გძნობს პასუხისგებლობას თავის ამომრჩეველთან. როდესაც ის ამ პროცესით და ამ ამორჩევლით მოდის პრეზიდენტად. ამასთან არ გვაქვს საქმე. ანუ ის დღესაც ქალბატონი სალომე როგორც ჩანს დღესაც დანიშნული დიპლომატია. ანუ მას არ აქვს განცდა კონტექსტის. ის რაღაცა პროტოკოლურ თვისებებზე საუბრობს და პროტოკოლურ დეტალებზე საუბრობს, რომ სადღაც უნდა მივიდეს პრეზიდენტი ან სადღაც არ უნდა მივიდეს პრეზიდენტი. პრეზიდენტი უნდა ქმნიდეს ნებისმიერ შემთხვევაში თუ არ ქმნიდეს, წარმოადგენდეს მაინც პროცესს, ცოცხალ პროცესს, ცოცხალ ხედვას, ცოცხალ მომავალს საკუთარი ქვეყნის. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ რეალურად. და ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც არის ვიღაცის სხვა ადამიანის ახირება. ეხლა მე რომ მოვინდომო მაგალითად, რომ ითამაშოს ჩემმა მეგობრის შვილმა საქართველოს ნაკრებში, ფეხბურთში ან რაგბიში, ხო? არ იქნება ის იმ პროცესის წარმომადგენელი, იქნება ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი ახირების, ჩემი სურვილის თუ ძალაუფლება მექნება და ფული ყველაფერი. შეიძლება პენალტი დაინიშნოს და შენ დაგირეკოს რომ მე ახლა დავარცხა თუ არაო, იმიტომ რომ იქნება შენ ჩასმული გუნდში, ხო? გავიტანო. არ დავარცხა. დავდოლევო, გაჩერდეს და დავდოლევო. ეს არის პრობლემა. ეხლა ჩვენ ყოლია ხა პრეზიდენტები, ეს ვის მოწონდა ეს პრეზიდენტები, ვის არ მოწონდა, ჩვენ ყოლია ისეთ პრეზიდენტები, რომლებიც ქმნიდნენ პროცესს, რომლებიც ისტორიის ნაწილები იყვნენ, ხო? რომლებიც არავის არ დაუნიშნავთ.
ისტორიის ტალღამ მოიყვანა ისინი და თავად შექმნეს ხშირ შემთხვევაში ესეთი ტალღა და ისინი არიან ჩვენს მეხსიერებაში ავად, კარგად, სასიხარულოდ, ბედნიერად, რა ვიცი, პირველი პრეზიდენტი ასეთია, ხო? დღემდე ადამიანების მეხსიერებაში ცხოვრობს ზოგისთვის სიმპათიურად, ზოგისთვის ანტიპათიურად, მაგრამ ყველას შეეხო, რადგან ის თავისუფალი ადამიანი იყო. გვესმის, რომ თანამედროვე პოლიტიკაში ეს თავისუფლება არ არის უპირობო და არ არის უსაზღვრო, მაგრამ რაღაცა ტიპის თავისუფლება ხო უნდა ჰქონდეს ქვეყნის პრეზიდენტს, რაღაცა ტიპის თავისუფლება სხვა ზემდგომი ადამიანის. ხო, ძალიან დადიან პრეზიდენტების სტუდიებში. ძალიან დადიან. და ამ ჩვენ წინამორბედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი და მე არ დამრჩე შტაბ-ჟილო რომ ის რამეს კარგავდა პოლიტიკური თვალსაზრისით და საზოგადოების თვალშიც თუ კი ის დადიოდა სტუდიებში რიგი სავით ქონდა ცოცხალი რიგივით რომ გააკეთებდი განაცხადს პრეზიდენტთან გინდოდა ინტერვიუს ჩაწერა მისი პრესსამსახური ცდილობდა რომ ყველა არხზე მოხვედრილიყო თანაბრად და გეტყოდნენ რომ ახლა თქვათ ამის ჯერია და 2-ის შემდეგ მაშინ შენ იქნები როცა პრეზიდენტი დააპირებს ეთერში წასვლას 2-ის შემდეგ იქნები შენ ან შემდეგი იქნები შენ პროტოკოლი ვერ ხდის ესეც რომ იყოს პროტოკოლი ვერ ხდის შენ პრეზიდენტად ვერ წარმოგაჩენს პრეზიდენტობა არის ფუნქციონალური ეს მე უნდა ვიგრძნო ეს მე უნდა განვიცადო ეს მე უნდა შევიგრძნო შენ დამაჯერო ამაში ყოველდღიურად შენ ყოველდღე უნდა იყო ქვეყნის პრეზიდენტი ეს მიყვარს ეს ამას ვიმეორებ გერმანელი ფილოსოფოსის ფიხტეს ნათქვამი რომ გერმანელობა იგივე შეგვიძლია თქვა ადამიანობაზე ხო ეს არ არის რაღაცა მოცემულობა ინერცია შენ ყოველდღე უნდა გახდე გერმანელი ყოველდღე უნდა მოიპოვო ამის უფლება და დამაჯერო ყოველდღე ეს არის პროცესი ეს არის დინამიკა და ამას ახლა ვერ ჩაანაცვლებ რაღაცა პროტოკოლური ტრუკებით და რაღაცა აქ უნდა მივიდე, აქ არ უნდა მივიდე, ეს დრეს კოდით და ასე შემდეგ. არა, ეს არის ცოცხალი პროცესი და ამ ცოცხალ პროცესს აქაც ამ ინსტიტუციებზე ვლაპარაკობდით, აქაც ესეთი უდიდესი სიცარიელი და ვაკუუმი გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენ პირველი ნაწილი გადაცემის უნდა დავასრულოთ, ვინაიდან რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხებით. სტუმარი შემოგვიერთდება ანაკლია-სიტის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი. ჩვენ ვიცით რა პროცესი მიმდინარეობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი რაღაცა კონკრეტული ბიზნეს პროექტი, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ისმის კონკრეტული ჩივილები ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მმართველობის მისამართით, რომ აქ მათ ჰქონდათ ბევრი ხარვეზი, ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა სწორედ ქეთევან ბოჭორიშვილთან, ამიტომ მოდით დროულად გავალთ რეკლამაზე რომ დავბრუნდეთ და ეს კითხვები სრულად დავსვა. ასე გადავიდეთ ანაკლიის თემაზე, მნიშვნელოვან თემაზე. ჩვენთან სტუმრად არის ქეთი ბოჭორიშვილი, ანაკლია-სიტის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით ქეთი, დიდი მადლობა. საღამომშვიდობისა. ასე გვიან რომ შემოგვიერთდით ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოდი შესავალისთვის ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ დავანახოთ, აუხსნათ, განვუმარტოთ და ვუთხრათ თუ რა არის ანაკლია ეს პროექტი კონკრეტულად რამდენ ხანში ელოდება ამ პროექტისგან ეს ქვეყანა ჩვენი სახელმწიფო სარგებელს და რაში მდგომარეობს ეს სარგებელი და მე მივყვეთ პრობლემატიკასაც თანდათან. კი ბატონო, მოგესალმებით ღამემშვიდობისა. მადლობა მოწვევისათვის და ამ საუბრის ანაკლიის თემაზე საუბრისთვის. დავიწყებ თავდაპირველად იმით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს ახალი პერსპექტივები, ახალი შესაძლებლობები. ხშირად საუბრობთ, რომ გვაქვს ძალიან კარგი ბიზნეს გარემო და მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც გახდეს საქართველოს ჰაბი და მოვიზიდოთ საერთაშორისო ტვირთები, საერთაშორისო საწარმოები, რომ საქართველოს გახდეს რეალურად რეგიონალური ჰაბი. სამწუხაროდ დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს ამის საშუალებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ 75% იმ გემების, რომელიც შავ ზღვაში შემოდის, საქართველოს პორტებში ვერ შემოდის, რაც რა თქმა უნდა იწვევს ძალიან დიდ დაბრკოლებას, ეს აძვირებს იგივე გადასახადებს და ასევე დროში წელავს თუნდაც ტვირთის შემოცვლას ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არ გაუმართავი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე არსებული
განვითარებული პორტები თითქმის წელიწადში 30%-მდე არის დაკეტილი, რაც ასევე, რა თქმა უნდა, აფერხებს ტვირთის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში და სწორედ საერთაშორისო კომპანიები, როდესაც განიხილავენ საქართველოს გზით ტრანზიტული ტვირთების გადაადგილებას, მათთვის უკვე ეს არსებული ინფრასტრუქტურა არასახარბიელოა და შესაბამისად ისინი ირჩევენ უკვე სხვა მარშრუტებს და სხვა მიმართულებებს. სწორედ ამიტომ 2013 წელს გამოცხადა დაიწყო მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანას ჭირდება თუ არა ღრმაწლოვანი პორტი და თუ ჭირდება, სად უნდა იყოს, დაიქირავებული იყო იაპონური კომპანია და ამ იაპონურ კომპანიას დაესვა ორი მნიშვნელოვანი შეკითხვა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჭირდება თუ არა საქართველოს ღრმაწლოვანი პორტი და სად უნდა განხორციელდეს. და კონსორციუმმა იაპონური კომპანიებისგან შემდგარმა კონსორციუმმა დადო გადაწყვეტილება, რომ კი საქართველოს თუ სურს, რომ იყოს სატრანზიტო ჰაბი და იგივე ბიზნესის ჰაბი, მნიშვნელოვანია, რომ კონდეს ახალი ღრმაწლოვანი პორტი, რადგან ეს შეძლებს, რომ მიიღოს დიდი გემები და დღეს არსებული პორტები თუ იღებენ 1300 TEU-ს მოცულობის გემებს, უკვე ამ ახალი პორტის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 10000 TEU-ს მოცულობის გემები, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში აიაფებს გადაზიდვებს და მეორე რიგში უკვე დროში ძალიან სწრაფად ხდება მოწოდება. აი რატომ რაც დაგისვათ კითხვა კიდევ ერთხელ აუდიტორიისთვის, მადლობა რომ განმარტეთ, ეს რა ტიპის პროექტია ზოგადად, თუმცა მოდით აი შევყვეთ ახლა დეტალებს. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი ამ ეტაპზე პოლიტიკური მოტივებით არის შეფერხებული? მინდა აღნიშნო, რომ კონსორციუმმა, საერთაშორისო კონსორციუმმა და იცით სხვადასხვა აქციონერები ყავს და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, ქვეყნის მთავრობის და ხალხის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ 2021 წელს საქართველოს ექნება გამართული ღრმაწლოვანი პორტი. მინდა აღნიშნო, რომ ამ ეტაპზე კონსორციუმი აკეთებს ყველა იმ სამუშაოებს, რათა ეს შეფერხება არ იყოს და ყველანაირად მობილიზებულია, რომ მშენებლობის პროცესს არ ქონდეს შეფერხება და პორტი ვალდებულებების შესრულება, ესე რომ ვთქვათ, როგორც არის დაგეგმილი, ის შესრულდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროექტი არის, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა, არის დაახლოებით 600 გვერდიანი საინვესტიციო ხელშეკრულება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული და რა თქმა უნდა, ამ მუშაობის პროცესში მოხდა ცვლილებები და ფინანსურმა ბანკებმა, რომლებიც არიან ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლები, დააყენეს პირობები, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პორტის მშენებლობისათვის, არამედ წარმატებულად ოპერირებისათვის შემდგომში. სწორედ ამ 8 პუნქტის შესრულებაზეა საუბარი. ეს დავაზუსტოთ, თქვენ წინასწარ არ იცოდით, რომ ეს რისკები იყო აქ, რომ აი უკვე პროცესში მოითხოვდნენ პარტნიორები ასეთი ტიპის გარანტიებს, არა მენეჯერებისგან, ვინც არა კონსორციუმისგან, არამედ სახელმწიფოსგან და უკვე გამოდის, რომ იმას, რასაც აკეთებს ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის კონსორციუმი, იმაზე პასუხისმგებლობა უკვე უნაწილდება სახელმწიფოსაც. ასე გამოდის, ხომ? ეს თქვენ წინასწარ არ იცოდით? აი მოკლედ რა აღნიშნოთ თვითბრუნვებზე რისკი არა მხოლოდ კომპანიის და კონსორციუმის ვალდებულება, რადგან ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გარემოზე, ეკონომიკურ ზრდაზე, სამეზობლო პოლიტიკაზე, სხვა ქვეყნებთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მოღვაწეობენ და ძალიან კარგად იცნობენ ჩვენ ქვეყანას, დააყენეს პირობები, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც უკვე აღნიშნე, პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის. რაც პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ეს არ ითვალისწინებს კონსორციუმის რისკის დაზღვევას, ეს ითვალისწინებს მხოლოდ იმ ფინანსური რისკის დაზღვევას, რომელიც საფინანსო ინსტიტუტი ჩადებს ამ პროექტში და რაც მნიშვნელოვანია, თუ ეს საჭიროება დადგა და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ეს რისკი უბრუნდება აქციონერების მომავალი შემოსავლებით, შესაბამისად აქციონერები და არანაირ თანხების ამოღებას ვერ განახორციელებენ, თუ პირველ რიგში იგივე ბანკების და შესაბამისად სახელმწიფოს ცეცხლების დაფარვა არ განხორციელდა. ამიტომ პირველ რიგში ყველაზე დიდი რისკი თვითონ კომპანიის აქციონერებზე მოდის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მთავარი მოტივატორი არის ჩვენი კომპანიისთვის, რომ ეს პროექტი წარმატებული იყოს. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე უკვე კომპანიამ 180 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. თქვენ იცით, რომ მთავრობისაგან ჩვენ გადმოგვეცა მიწა
რომელიც არის ჭაობიანი მიწა, მოხდა ამ მიწის იმ სტადიამდე მიყვანა, რომ უკვე შესაძლებელია მშენებლობის დაწყება. ამ პერიოდში მოხდა დაღრმავება და 5 მილიონი კუბომეტრის ამოღება და ამ მიწაზე ამ ადგილზე დაყრა, რაც უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოებია და როგორც უკვე აღნიშნე 180 მილიონი არის განხორციელებული დღემდე კომპანიის მიერ. კეთი, ნახეთ ხელისუფლება ამბობს, რომ თქვენ გეპატიათ კონსორციუმს მილიონობით დოლარის პირგასამტეხლო. ამბობს, რომ ეს მართალია თქვა მას შემდეგ, რაც ტიბის სისტემამ გააქტუალურდა და მამუკა ხაზარაძის თემა სხვა კონტექსტში გადავიდა, მას მერე გავიგეთ ჩვენ ეს რომ ასია. აი ბოლო დღეებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ საუბარია 11.5 მილიონ ამერიკულ დოლარზე პირგასამტეხლოზე. ასევე ნათქვამია ის, რომ თქვენ ვერ ხურავდით ფინანსურ წელს, თქვენ თვითონ აფერხებდით კონკრეტულ თემებს, რომ ინვესტიციების მოზიდვა რაც იყო, ნათქვამი თქვენ ვერ შეძელით. ამაზე გააქვთ პასუხები? რა თქმა უნდა, მე თავდაპირველად მინდა აღვნიშნო და უკვე ვისაუბრე, რომ 600 გვერდიან საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომელიც ჩვენსა და სახელმწიფოს შორის არის გაფორმებული, ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა, მაგრამ განხორციელდა როგორც კონსორციუმის სასარგებლოდ, ასევე განხორციელდა მთავრობის სასარგებლოდაც და არაერთი ცვლილება იყო კონკრეტულად, რომელიც მთავრობა მოითხოვა და კონკრეტულად მთავრობიდან გამომდინარე მოხდა ცვლილებების განხორციელება და ეს ბუნებრივი პროცესიც არის, რადგან ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი შესაბამისად გასაკვირიც არ არის თუ რაღაცა კონკრეტული ცვლილებები გამოიწვია მუშაობის პროცესში. რაც შეეხება ჯარიმებს, ეს ცალსახად მინდა უბრალოდ მინდა რომ დავადასტურო, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, ფინანსური პატიება ჯარიმების ჩვენ კომპანიას არ დადგომია და შესაბამისად სახელმწიფოს ეს არ უპატიებია. აქედან გამომდინარე ამ ინფორმაციას აბა საიდან მოვიდა 11.5 მილიონი დოლარი, რაზეც არის საუბარი? რა თანხაა ეს? ჩვენც გვინდა რომ გავარკვიოთ, არ ვიცით ნამდვილად საიდან მოვიდა და ჩვენ ამას ვცდილობთ რომ გავარკვიოთ თუ რა თანხა არის და რაზე არის საუბარი, მაგრამ თუ ეს ჩვენი ცვლილებებიც თუნდაც ყველაფერი საჯარო ინფორმაცია, მსგავსი დოკუმენტი ნამდვილად არ მოიძებნება, რომ სახელმწიფომ აპატია კონსორციუმს 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმები. აქვე რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოწვევა. ანუ ჯარიმა არ ყოფილა როგორც ასეთი საერთოდ უკეთებაში ასე გამოვიდა? ჯარიმა არ ყოფილა შესაბამისად ვერაფერი აპატიებდა. მინდა აღვნიშნო, კი, არ ყოფილა. მინდა აღვნიშნო, რომ კონსორციუმს მთავარი ვალდებულება რაც აქვს, რომ მშენებლობის მიმართულებით არანაირი ესე რომ ვთქვათ შეფერხება არ გააჩნია და ამ მიმართულებით კომპანიამ და აქციონერებმა აიღეს უფრო მეტი რისკი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ სხვა პროექტის განხორციელების დროს ხდება ხოლმე და მშენებლობა დაიწყო თუნდაც ფინანსურ დახურვამდე. ფინანსური დახურვა ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულება არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე მობილიზებული არის 620 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციები ამ პროექტისათვის. ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან ჩვენ აქტიურად მუშაობთ და ეს მარტივი თემა არ არის და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ხელშეკრულება გავაფორმეთ მთავრობასთან, ეს იყო 2017 წლის ოქტომბერში, ანუ რეალურად 2 წელი მუშაობდა 2016 წლის ოქტომბერში, ანუ 2 წელი მუშაობდა კომპანია უშუალოდ ამ პროექტზე, მოხდა ყველანაირი შესწავლა, ყველანაირი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები და კომპანიამ რეალურად 1 წელიწადში შეძლო მშენებლობის ნებართვის აღება და იმავე წელს დაიწყო მშენებლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არ განხორციელებულა, შესაბამისად ნებისმიერი კვლევა თუ შესწავლა თუ სიმულაცია განხორციელდა საერთაშორისო წამყვანი კომპანიების მხრიდან და რა თქმა უნდა, უდიდესი რესურსის მობილიზაცია მოხდა როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები მიდის შეფერხების გარეშე და კიდევ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიას მშენებლობის კუთხით ესე რომ ვთქვათ, ჩამოცდენა განრიგის მიხედვით არ აქვს და თუ ყველაფერი კარგად წავიდა და აქ უკვე რა თქმა უნდა მთავრობასთან მოლაპარაკებას გულისხმობდა, კიდევ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაო მთავრობის გარეშე ნამდვილად ვერ განხორციელდება, მით უმეტეს წარმატებულად. ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გზა და რკინიგზის მიყვანა, რომელიც ჩვენ პორტამდე უნდა განხორციელდეს, აქაც თანხwebdriverში იყოს სპორტის განვითარებასთან ერთად, რადგან ერთ-ერთი მოთხოვნა თუნდაც იმ 8 პუნქტიან პირობებში დონორებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სწორედ ესეც დაასახელეს, რომ მნიშვნელოვანია თუ როდის რომ თანხwebdriverში იყოს გზის და რკინიგზის ინფრასტრუქტურული შექმნა და იმ დროისთვის დასრულდეს, როდესაც პორტი იქნება დასრულებული, უпростоრად 3 თვით ადრე, ეს არის მათი მოთხოვნა. შესაბამისად, თუ ეს
პროცესი უკვე გადავა ნამდვილად სამუშაო რეჟიმში, ისევ და ისევ ჩვენი ვალდებულება რომ პორტი პირველი გემი მივიღოთ 2020 წლის ბოლოს, ხოლო 2021 წლიდან პორტი გამართული იყოს, მოესწრება. აი აქ სწორედ აქ ხდება კითხვა, ჩვენ ყველანი ხედავთ კადრებს, ერთი შეხედვით თითქოს და ფანტაზიის სფეროა, რომ 2020 წლის ბოლოს იქ გემი შემოვიდეს. რაც ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში დილეტანტური თვალით. თქვენ ამბობთ, რომ პროცესებს სრული პასუხისმგებლობით ამბობთ, რომ პროცესებში ჩამორჩენა არ არის, რომ სამშენებლო ვადები დარღვეული არ არის, რომ თუ ყველაფერი და კომუნიკაცია სწორად შედგა ხელისუფლებასთან და იქნა ის პირობები, თქვა, განხორციელებული, რაც თავის დროზე იყო ნათქვამი, პრობლემა არ იქნება ვადების. კი ბატონო, მინდა აღნიშნო, ძალიან ისეთი ტექნიკური ინფორმაცია არის, თუნდაც ჩვენ რომ მოვახერხეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ დაღმავების პროცესი ჩვენ დაგვეწყო გასული წლის სექტემბერში და ეს 5 მილიონი კუბომეტრის დაკრა მოხდა სამშენებლო ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ აქ იყო ჭაობიანი მიწა, შესაბამისად 8 მეტრი მიწა დავყარეთ 100 ჰექტარზე და ეს მნიშვნელოვანია, რომ 8 თვის განმავლობაში ეს მიწა იყოს, შემდეგ უნდა წყლის გამოდევნა მოხდეს, მოხდება 4 მეტრის მოხსნა და შემდეგ დარჩენილი 4 მეტრის ესე რომ ვთქვათ კომპრესირება, რაც უკვე მოგცემს, რომ ნიადაგი იქნება მყარი და შევძლებთ ჩვენ მუშაობას. ანუ ეს პროცესები თუნდაც დღეს რომ ეს რაღაცა კომუნიკაცია ეს არ დამდგარიყო ის გამოწვევები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს პროცესები ანალოგიურად ამ რეჟიმში განხორციელდება. კეთება, თქვენ მაინც პროცესებს რას უწოდებთ პრობლემას თუ გამოწვევას, ახლა ეს სიტყვა იხმარეთ, თქვენ გამოწვევა. პრობლემა არ არის დღევანდელ ალბათ ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, პრობლემა არის, რადგან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ ველაპარაკებით ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რეპუტაციას და პროექტის მნიშვნელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაწყვეტილების, ესე რომ ვთქვათ, მიღების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ის ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს ახლავს პროექტს, ხელსაყრელი გარემო ნამდვილად არ არის, თუნდაც ნებისმიერ ინვესტორთან თუ ფინანსურ ინსტიტუტთან ჩვენ რო ვსაუბრობთ. აქვე მინდა თქვენ პირველ ერთ-ერთ შეკითხვას უპასუხო, კომპანიამ როგორ შეძლო მოზიდვა ინვესტიციების თუ პარტნიორების, მინდა აღნიშნო, რომ ასევე უპრეცედენტო დიდი სამუშაო შესრულდა ჩვენ პროექტში, იცით, რომ ერთ-ერთი აქციონერი გახლავთ ამერიკული კომპანია SSA Marine. აქ ხშირად იყო კიდე კომენტარები, რომ SSA Marine წარმოდგენილია SSA International-ის კომპანიით, ეს ერთი და იგივე კომპანია არის, შედის კარექსის ჯგუფში და SSA Marine თუ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანარჩენ სხვა 250 ლოკაციაზე, რომელიც ამერიკის გარეთ არის, უკვე ახორციელებს სწორედ SSA International-ის კომპანიის მიხედვით და ეს ძალიან გამოცდილი პრაქტიკაც არის. აქვე დავძენთ, რომ მსგავსი სტრატეგიული პარტნიორის კომპანიაში შემოსვლა, რომელიც არა მხოლოდ პორტის ოპერატორია, არამედ აქციონერიც არის და ინვესტიციებს ახორციელებს ჩვენს პროექტში, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სწორედ მიუთითებს ამ პროექტის ესე რომ ვთქვათ, მომხიბლელობაში, ასევე ჩვენ შევძლებთ, რომ გამოვიყენოთ თითქმის 60-იანი წლის ისტორიის მქონე კომპანიის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა მართვის სისტემებში თუ მათ კავშირებში და ქსელებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა დაეხმარება ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულები როგორც პროექტის დაგეგმარებაში, ასევე რა თქმა უნდა მომავალში მართვაში. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ინფორმაცია და ერთი კითხვა მე როგორც გავიგე, სწორედ გადამწყვეტ და მნიშვნელოვანი არის ინვესტორების და სახელმწიფოს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებებს სახელმწიფოს მხრიდან, ამ ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის გაყვანას, განსაკუთრებით რკინიგზისას. აი ამ თვალსაზრისით ამ მოლაპარაკებების პროცესი თუ მიმდინარეობს და რას უნდა ველოდეთ, როგორ იქნება შედეგი და თუ არის ღია სახელმწიფო და მზად რომ ასე ვთქვათ ეს ვალდებულებები იკისროს. ზუსტად 2 დღის წინ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გადმოაგზავნეს უკვე ძალიან კონკრეტული 8 პუნქტი, რომელსაც ითხოვს სახელმწიფოსგან. შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა ამის მიწოდება განვახორციელებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და უკვე ქონდა შეხვედრები. რამდენადაც ვიცი, ასევე იყო შიდა შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროში და უკვე აპრილის თვეში იქნება სამმხრივი შეხვედრა, სადაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისხდებიან როგორც ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე
სახელმწიფო და ჩვენი კომპანია და იმედს ვიტოვებ რომ ნამდვილად კონსტრუქციული იქნება ეს შეხვედრა რადგან თუ ჩვენი ყველას მიზანი არის რომ პროექტი შედგეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ პირობების განხილვა და ამ პირობებზე მოლაპარაკება და მოდით აი ფინალში ჩვენ პრაქტიკულად აღარ დაგვრჩა. და მინდა ვის. დიახ, აი ბძანეთ რაც გნებავთ და აი ფინალურ კითხვასაც დაგისვათ. დიახ. კი, ერთი დამატებით მინდა ზოგადად თვითონ ღრმაწლოვანი პორტი და მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, სადაც ჩვენ გეგმავთ რომ იყოს ლოჯისტიკური ინდუსტრიული ზონა პირველ ფაზაში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, რადგან ეს არის რეალურად იმ პლატფორმის შექმნა, რომ ჩვენ შევძლოთ მოვიზიდოთ საერთაშორისო კომპანიები და რეალურად საქართველოს გახდეს ჰაბი, როგორც დასაწყობების და ლოგისტიკური მიმართულებით და აქედან უკვე მოხდეს ტვირთების გადანაწილება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე უკვე გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რაც ბიზნეს გარემოს კუთხით გვაქვს, იგივე სავაჭრო რეჟიმების კუთხით და რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო საწარმო შემოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში. დღემდე ძალიან ბევრ კომპანიას შევხვდით, საერთაშორისო კომპანიას და მათი ინტერესი საქართველოს მიმართ და კონკრეტულად ამ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ არის საკმაოდ მაღალი და სწორედ ვთვლით, რომ ეს ზონა და პორტი შემდეგი 15 წლის განმავლობაში შექმნის დაახლოებით 16,000 სამუშაო ადგილს და ეს იქნება კონკრეტული გეგმა, რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს. აი ბოლოს კითხავთ, თუ არსებობს რაღაც სივრცე, სადაც აი ამ ძიმე ფონის მიუხედავად, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს მამუკა ხაზარაძის ირგვლივ შექმნილი ამბების გამო, თუ არსებობს სივრცე, სადაც მიდის პრაგმატული კომუნიკაცია ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის, იმისთვის რომ აი ეს უდიდესი მნიშვნელობის პროექტი არ ჩავარდეს. კი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქმიანი კომუნიკაცია გქონდეს სახელმწიფო უწყებებთან და რეალურად აი ეს სივრცე გამოჩნდება აპრილის თვეში, როდესაც მოხდება სამფრივი შეხვედრები და ვთვლი, რომ ნამდვილად კონსტრუქციული იქნება ეს შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ინტერესია, რომ ჩვენს ქვეყანას გქონდეს ღრმაწლოვანი პორტი. ჯერჯერობით თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ყველას ინტერესია, რომ საქართველოს გქონდეს ღრმაწლოვანი პორტი. ანუ ამ იმედით დავასრულოთ ჩვენ დღეს ჩვენი. ნამდვილად, მე ვფიქრობ, რადგან კი, მადლობა ქეთემ ბოჭორიშვილს, ანაკლია სიტის ამასრულებელ დირექტორს, რომელიც პასუხობდა ჩვენს კითხვებს. გავიგეთ რატი ახალი თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სხვა შორის არც ერთი გადაცემა არ ჩაგვიტარებია ამ თემის მიღმა ყველგან გახსენეთ. გავიგე, რასაც უყურებ, ეხლა აი ამ კონკრეტულ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის მოლაპარაკება, რომელიც ინვესტორებს, ანუ იმ ადამიანებს და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ფულს დებენ ანაკლიაში სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები, რომ სახელმწიფომ ითვირთოს ის ვალდებულებები, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პოლიტიკური ნების თემა. თუმცა აქ არის მეორე თემაც, რასაც ამბობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ამბობენ, რომ არ უნდა მოხდეს რაღაცა დაკაბალება სახელმწიფოსი აი ამ პროცესში. მე არ ვიცი, ეს რამდენად საფუძვლიანია ამის თქმა. ვინმეს მხრიდან რომ ეს კაბალური თემა თუ ეს რეალურად პასუხისმგებლობის წილია, რაც სახელმწიფოს უნდა ქონდეს ამ ტიპის პროექტში. მამუკამ ხაზარაძე განაცხადა, რომ ის 50 წელიწადში მთლიანად სახელმწიფოსი ხდება ეს პროექტი და მთლიანად მესაკუთრე სახელმწიფო. დროებითი მენეჯერია, ასე ვთქვათ და დროებითი წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ახლა ჩვენ თითოეული დაკარგული დღე, დაკარგული საათი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენც ამიტომ დავუთმეთ დღევანდელი თემა. დიახ, მოდი არ განმოვითაროთ შეთქმულების თეორიები, რომ ეს ვის ინტერესია, ვის ინტერესი არ არის. უბრალოდ ვთქვათ, რომ დაკარგული საათი იქნება დაკარგული წელიწადი, დაკარგული შესაძლებლობა ჩვენ ქვეყნის განვითარებაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ იქნება დაკარგული. რომ არ იქნება დაკარგული. მადლობა რატის იმისთვის, რომ იყო ჩვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში და მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ ამ სტუდიას ხვალ დაიკავებენ 23 საათს. 30 წუთზე ჩემი კოლეგა დიანა ტრაპაძე და მის თანაწამყვანი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მომავალ შეხვედრამდე.